მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვებისთვის განკუთვნილისა და Toy Story-ში რამდენიმე დადასტურებული სიკვდილი იყო და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სასტიკით კი აღმოჩნდა. ამიტომ დღეს ვნახავთ Toy Story-s მთელი საგის ყველაზე მძიმე სიკვდილებს. ასევე რამდენიმე პერსონაჟს, რომლებიც გაქრნენ და დიდი ალბათობით ცოცხლები ვეღარ მიაღწიეს. Toy Story 5-მდე. Combat Carl Toy Story-s განმავლობაში ჩვენ ნახეთ Combat Carl-ის რამდენიმე ვერსია. ყველაზე ცნობილი ალბათ ისაა, რომელიც გამოჩნდა Toy Story, ტეროში, მაგრამ პირველი Combat Carl-ი, რომელიც ვნახეთ, სრულიად განსხვავებული ისტორიით გამოირჩეოდა. პირველ Toy Story-s ფილმში 1995 წელს Sid Phillips-ი Combat Carl-ს ზურგზე რაკეტას აბამს, ანთებს და ასაფეთქებლად აგზავნის. ფილმი მხოლოდ აფეთქებას გვაჩვენებს და ამის შემდეგ იმ Combat Carl-ს აღარასდროს ვხედავთ. ასე რომ ეს იყო პირველი დადასტურებული სიკვდილი მთელ ფრენჩაიზში. ბაზის ვიზორზე დაღუპული ბუზი ამავე ფილმში კიდევ ერთი სიკვდილია, რომელიც ერთ წამზე ნაკლებს გრძელდება და თითქმის არავის ახსოვსოს. მას შემდეგ რაც უდიმ ბაზს ფანჯრიდან გადააგდო, ბაზმა მოახერხა ენდის დედის მანქანაზე ასვლა, რომ დაედევნა და შური ეძია. მაგრამ როდესაც ის ლუკიდან შედის, ვხედავთ, რომ ბუზი მის ჩაფხუტის ვიზორზე შეეჯახა და მთლიანად გაიჭყვიდა. დიახ, ის მკვდარია, რადგან შიგნეულობაც კი გამოუვარდა. ფაქტობრივად ბაზის ჩაფხუტი მანქანის საქარე მინის ფუნქციას ასრულებდა. ბასტერი გახსოვთ, ის ტაქსა, რომელიც ენდის შობას აჩუქეს პირველი ფილმის ბოლოს. იმ დროს ალბათ ბასტერი დაახლოებით 3 თვის იქნებოდა. Toy Story 2-ში კი უკვე ზრდასრულ ძაღლად ნახეთ, დაახლოებით 2 წლის. მაგრამ Toy Story 3-ში ის უკვე ხანდაზმული ძაღლი იყო. უჭირდა სიარული, საკმაოდ მომატებული ჰქონდა წონა და დაახლოებით 12 წლის იქნებოდა. Toy Story 4-ში ის აღარ გამოჩნდა, რადგან ენდის დედასთან დარჩა საცხოვრებლად, მაგრამ იმ დროისთვის ბასტერი უკვე დაახლოებით 13 წლის უნდა ყოფილიყო. ეს ნიშნავს, რომ Toy Story 5-ისთვის ბასტერი უკვე 15 წლის იქნებოდა. ტაქსა ჩვეულებრივ 12-დან 16 წლამდე ცოცხლობს. ეს დამოკიდებულია მის ზომასა და იმაზე, როგორ უვლიან მას. და თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომელშიც ბასტერი ვნახეთ Toy Story 3-ში, ყველაზე სავარაუდოა, რომ Toy Story 5-ისთვის ის უკვე გარდაცვლილი იქნებოდა. ასე რომ დაალაიქეთ და დატოვეთ კომენტარი ენდის ერთგული მეგობრის სახელით. სკოტი, სიდის ძაღლი. და თუ ბასტერი ალბათ უკვე მოკვდა, ის ვინც ნამდვილად ვერ მიაღწია Toy Story 5-მდე, იყო სკოტი, Sid Phillips-ის ძაღლი. სკოტი უკვე ზრდასრული ძაღლი იყო პირველი ფილმიდან. ზუსტად არ ვიცით რამდენი წლის იყო, მაგრამ თუ კი მხოლოდ 2 ან 3 წლისაც კი იყო, Toy Story 5-ისთვის უკვე დაახლოებით 17 ან 18 წლის იქნებოდა. ასე რომ სკოტიც ასათის გამო უკვე დიდი ხნით ადრე იქნებოდა გარდაცვლილი, ვიდრე მეხუთე ფილმი დაიწყებოდა. სათამაშოები, რომლებიც Sid Phillips-მა გაანადგურა. მაგრამ ძაღლები არ ყოფილან ერთადერთი მსხვერპლი, რომელიც Sid Phillips უკავშირდება. სიდი მხოლოდ სათამაშოებს არ ექცეოდა ცუდად. ბიჭი ერთობოდა ოპერაციების ჩატარებით, სათამაშოებს თავს უცვლიდა, ნაწილებს აძრობდა და რამდენიმე სათამაშოს ნარჩენებს აერთიანებდა, რათა ახალი შეექმნა. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ჯეინი, მისი დის ჰანას თოჯინა. სიდი ჯეინის თავს ხსნის და პტეროდაქტილისას უცვლის, როგორც თავად უწოდებს, ორმაგი ტვინის გადანერგვის ფარგლებში. მაგრამ ჯეინი და პტეროდაქტილი არ მომკვდარა. მოგვიანებით მუტანტი სათამაშოები თავებს სწორ სხეულებზე აბრუნებენ და ორივე მონაწილეობს ვუდისა და ბაზის გადასარჩენად შემუშავებულ გეგმაში. იგივე ხდება ბეიბიფეისთან, დაკისთან, ლეგსთან, როლერ ბობსა და დანარჩენ მუტანტ სათამაშოებთან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაწილები აკლიათ და სხვა სათამაშოების ნაწილებით არიან აწყობილი, ყველა ცოცხალია. სინამდვილეში სწორედ ისინი ეხმარებიან სიდის უახლესი მსხვერპლების შეკეთებაში. ის სათამაშოები, რომლებიც ნამდვილად მკვდრები ჩანან, არიან ისინი, ვინც სიდის ოთახში მთლიანად დაშლილები დარჩნენ. სიდის ნატურით შეგვიძლია დავინახოთ რამდენიმე თოჯინის თავი, რომელიც სხეულს არის მოცილებული. ისინი არასდროს მოძრაობენ, ან სხვებს არ ეხმარებიან და არც მაშინ ჩნდებიან, როცა ყველა სათამაშო სიდზე წინააღმდეგება. ასე რომ მაშინ, როცა მუტანტი სათამაშოები გადარჩნენ ახალი ნაწილებით, ნატურის თოჯინები ალბათ სიდის ოპერაციების სხვა მსხვერპლები იყვნენ, რომლებიც ვეღარ შეკეთდნენ. Sid Phillips-ი. და რადგანაც ამდენს ვსაუბრობთ Sid Phillips-ზე, უნდა აღვნიშნოთ სიკვდილი, რომელიც ბევრის აზრით Pixar-მა დამალა ფილმში კოკო. სათამაშოების ისტორია 3-ში ისევ ხედავთ Sid's, რომელიც ნაგვის შემგროვებლად მუშაობს. ვიცით, რომ ეს ის არის, რადგან ისევ აწვია იგივე შავი მაისური თავის ქალას გამოსახულებით, რაც ბავშვობაში ეცვა. მას ასევე აქვს უფრო გრძელი თმა, უსასმენები და ნაგვის ურნებზე მუსიკას უკრავს. რამდენიმე წლის შემდეგ კოკოში მკვდართა ქვეყანაში ჩნდება მუსიკოსი, რომელსაც აწვია ზუსტად იგივე თავის ქალას გამოსახულებიანი მაისური, როგორც Sid's ჰქონდა. მასაც გრძელი თმა აქვს. და Pixar-ს არასდროს უთქვამს, რომ ეს Sidია, ასე რომ მაისური შეიძლება უბრალოდ მინიშნება იყოს.
მაგრამ ტანსაცმლის, თმის და ორივე პერსონაჟის მუსიკასთან კავშირის გამო გაჩნდა თეორია, რომ სიდ ფილიპსი გარდაიცვალა სათამაშოების ისტორიას 3-ის შემდეგ და ბოლოს როგორც ჩონჩხი გამოჩნდა კოკოში, ასე რომ ეს დადასტურებული სიკვდილი არ არის, მაგრამ თუ კოკოს ეს პერსონაჟი მართლა სიდია, სულ მცირე ვიცით რომ მუსიკას მიხვა და არა სერიულ მკვლელობას. უიზის სათამაშოების ისტორია ორში გავიცანით უიზი, პინგვინი, რომელმაც ფაქტობრივად მთელი ფილმი დაიწყო. თავდაპირველად ის სულიად მოწყენილი იყო. რადგან მისი სასტვენი აღარ მუშაობდა და იცოდა რომ ენდის დედა მას ეზოზე გამართულ გაყიდვაზე გაკიდით. ვუდიმ შეძლო მისი გადარჩენა, ენდიმ შეაკეთა და ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა მისთვის. მაგრამ Toy Story 3-ში ჩვენის აღარ გვინახავს. ის არც მეოთხე და არც მეხუთე ფილმში გამოჩენილა. მაშ რა დაემართა უიზის? მისი ფორმითა და ხმაურით უიზი ერთ-ერთი იმ ჭყიპინა სათამაშოთაგან იყო, რომელსაც ძაღლებისთვის იყენებენ. ერთი თეორიის მიხედვით ის სხვა ეზოს გაყიდვაზე აღმოჩნდა. ვიღაცა მიყიდა თავისი შინაური ცხოველისთვის სათამაშოდ და მისმა ძაღლმა საბოლოოდ გაანადგურა. შეიძლება ბასტერი არ იყო, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ იმ სიფაქიზით, რაც უკვე Toy Story 2-დან ჰქონდა, უიზის ძალიან გაუჭირდებოდა მეხუთე ფილმამდე გადარჩენა. თქვენ რას ფიქრობთ? რა დაემართა მას? კარი, გახსოვთ? ის მოხუცი, რომელიც Toy Story 2-ში ვუდის არემონტებდა. საინტერესო ფაქტია, რომ ეს იგივე მოხუცია, რომელიც Pixar-ის მოკლემეტრაჟიან ფილმში გარის თამაში მთავარ როლს ასრულებს, სადაც ის საკუთარ თავთან თამაშობს ჭადრაკს. როცა გარი Toy Story 2-ში გამოჩნდა, ის უკვე დაახლოებით 65-70 წლის ჩანდა. თუ გავითვალისწინებთ იმ წლების გასვლას, რაც Toy Story 5-მდე გადის, იმ დროისთვის ის უკვე 80-ის უახლოვდება, ან შეიძლება უკვე გადაცილებული ქონდეს. გარდა ამისა, Toy Story 4-ში ანტიკვარიატის მაღაზიის დახს უკან მისი ფოტო ჩანს. ამან ბევრი დააფიქრა იმაზე, რომ მარგარეტი, მაღაზიის მფლობელი, შეიძლება მისი ცოლი ყოფილიყო და გარი იქ მუშაობდა ნივთების აღბლიანაზე გარდაცვალებამდე. ფოტო არ ადასტურებს, რომ ის გარდაიცვალა, მაგრამ ნათლად აჩვენებს, რომ გარის რაღაც კავშირი ჰქონდა მაღაზიასთან და მისი ასაკიდან გამომდინარე, ძალიან სავარაუდოა, რომ Toy Story 5-ისთვის ის უკვე ცვლილი იყო და ეს ფოტო ერთ-ერთი მოგონება იყო, რომელიც იქ დატოვა. ზორგის ყალბის სიკვდილი. ასევე გვაქვს ზორგის სავარაუდო სიკვდილი Toy Story 2-ში. თუმცა აქ კარგად უნდა განმარტოთ, რა მოხდა სინამდვილეში. ლიფტში ბრძოლის დროს რექსი შემთხვევით ურთხავს ზორგს და ის უზარმაზარი სიმაღლიდან ვარდება. რამდენიმე წუთის განმავლობაში ფილმი გვინდა რომ ვიფიქროთ თითქოს ის მოკვდა, მაგრამ შემდეგ ვიგებთ რომ ის ცოცხალია და ბრუნდება ხუმრობით. მე ვარ შენი მამა. როგორც ჩანს, უნდა ყოფილიყო ვერსია, სადაც ზორგი ნამდვილად მოკვდებოდა, მაგრამ ეს მაყურებლისთვის ძალიან ბნელი იქნებოდა. ამიტომაც შეცვალეს ვერსია. ჩვენ შევცვალეთ ენდის მამა. ბევრს უკვირს, რატომ არასდროს ყავდა ენდის მამა არც ერთ ფილმში. წლების განმავლობაში არსებობდა ისტორია, რომ ენდის მამა იყო ვუდის პირველი მფლობელი. ამ ვერსიის მიხედვით ბავშვობაში პოლიომით დაავადდა, ვუდი მთელი ცხოვრება შეინახა და სიკვდილამდე შვილს გადასცა. თეორია ძალიან პოპულარული გახდა, რადგან თითქოს ეს ისტორია ჯო რამფტს, Pixar-ის ერთ-ერთ სცენარისტს ჰქონდა მოყოლი. თუმცა ენდრუ სტენტონმა, რომელმაც ასევე დაწერა პირველი ფილმი, თქვა, რომ ეს ისტორია სრული სიცრუე. ასე რომ ენდის მამის პოლიომით გარდაცვალება ოფიციალური ისტორიის ნაწილი არ არის. მაგრამ Pixar-იც არ აუხსნია რა მოხდა სინამდვილეში მასთან. ამიტომ ბევრი ისევ ფიქრობს, რომ ის პირველი ფილმის მოვლენებამდე გარდაიცვალა. სემი სალამანდრა. Toy Story 5-ში ჩვენ გავიცანით სემი სალამანდრა, ბონის შინაური ცხოველი. მაგრამ როცა ვუდი ეკითხება, იგივე სემია თუ არა, რომელსაც სხვა სათამაშოებთან ერთად იცნობდა, უხსნიან, რომ სინამდვილეში ეს არის სემი სალამანდრა ნომერი 2. სემი სალამანდრა ნომერი 1 ფილმის დაწყებამდე გარდაიცვალა. ეს ნამდვილად კიდევ ერთი დადასტურებული სიკვდილია ამ სადაში. მოგვიანებით, როდესაც სათამაშოები აღმოაჩენენ, რომ მათი პლასტმასის ხელები ლილიპუტის ეკრანზე არ მუშაობს, ისინი სემი ნომერი 2-ს იჭერენ და მის ერთ ფეხს იყენებენ ეკრანის სამართავად, მაგრამ შემდეგ უშვებენ და სემი მცენარეებში გარბის. სემი ნომერი 2 იმ სცენაში არ გვხვდება. ბოლოს ხედავთ, რომ მას გაქცევა მოახერხა, თუმცა ტიტრებში უკვე ჩნდება სემი სალამანდრა ნომერი 3. ეს არ ადასტურებს, რომ მეორე მოკვდა. ასე რომ ყველაზე ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ბონიმ ვერ შეძლო მისი დაბრუნება გაქცევის შემდეგ და უბრალოდ სხვით ჩაანაცვლა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მოკლე დროში ბონიმ უკვე 2 სხვადასხვა სალამანდრა დაკარგა. და თუ გავითვალისწინებთ, რომ სალამანდრას შეუძლია იცოცხლოს 5-დან 30 წლამდე თუ კარგად უვლიან, ეს ნიშნავს, რომ ბონი საშინელი ცხოველების პატრონია. ბაზის სიკვდილი Game Boy Color-ზე და დასასრულებლად გვაქვს საპატიო ხსენება, რომელიც ყველას ავსმენია.
ვიდეო თამაში Toy Story 2 Game Boy Color-ზე, როდესაც მოთამაშე ყველა სიცოცხლეს დაკარგავს, ჩნდება ანიმაცია, სადაც ბაზი მიწაზე წევს ორ ბატარეასთან ერთად. თვითონ თამაში ხსნის, რომ ბაზს ენერგია გაუთავდა. მისი სხეული მთლიანად ჩამოშლილია და ვეღარ მოძრაობს. ასე რომ ძირითადად ეს გვაჩვენებს, როგორი იქნებოდა მისი სიკვდილი, თუ ოდესმე მისი ბატარეები სამუდამოდ დაიცლება. ცხადია, ეს არ არის ოფიციალური სიკვდილი ფილმებში, მაგრამ ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როცა ფრენჩაიზმა პირდაპირ გვაჩვენა, როგორ შეიძლება მოკვდეს Buzz Lightyear. ახლა კი მითხარით თქვენ. ამ სიკვდილებიდან რომელი არ გქონდათ შენიშვნული? და კიდევ რომელი პერსონაჟი გონიათ, რომ ცოცხალი ვერ მიაღწია Toy Story 5-მდე?